იმედის დილა გრძელდება და ვფიქრობ, რომ გადაცემის ყველაზე პოზიტიური ნაწილიც გზადა საშუალება იმისთვის, რომ ვიყოთ მეტად ბედნიერები. 21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღე არის. ამას მსოფლიოშიც აღნიშნავენ? თუ მარტო საქართველოში აღნიშნავენ? მსოფლიოში და საქართველოშიც უკვე და ვფიქრობ, რომ ემიგრაცია დამკვიდრდება. არ ვიცი ვინ სად როგორ აღნიშნავს, თუმცა ფსიქოლოგები ნამდვილად ამბობენ, რომ დღის განმავლობაში 20 წამიანი ჩახუტება მაინც იძლევა, ასე ვთქვათ, ხსნის და გამოყოფს ბედნიერების ჰორმონებს, არის სტრესის მომხსნელი და რაც მთავარია, სითბოს გამომხატველი ყველაზე მთავარი. სხვა შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ცნობილი საოპერო მომღერალი მარია კალასის სცენაზე გასვლის წინ და ამას მოგონებებში წერს დიდი რეჟისორი ფრანკო ზეფირელი, ყოველთვის მთხოვდა, რომ ჩავხუტებოდი და მისთვის ძალა მიმეცაო. მაშინ ჩავხუტოთ ერთმანეთს დღეში რამოდენიმეჯერ მაინც იმისთვის, რომ ბედნიერების ჰორმონები მეტად გამოვყოთ და ვიყოთ უფრო პოზიტიურები დღის განმავლობაში. მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ მომიწია ესეთ არაჩვეულებრივ ჩემს სიმპათიურეს ვის ჩავხუტებოდი. საინტერესოა, ქეთის რამდენად გაუმართლებს და ვის ჩაეხუტება ის დღეს. ქეთი რა ხდება, აქცია მოაწყვე? დილამში და რა ხდება ქეთი მან? სალმებით ჩვენ ვიუყოფებით სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისში 2015-ის უკუ საათი არის და დღეს 21 იანვარია და მთელი მსოფლიო აღნიშნავს საერთაშორისო ჩახუტების დღეს. ჩვენც ერთმანეთს ჩავეხუტებით და ასე რომ ვის ჩაეხუტება ქეთი ხატიაშვილი? მე ჩავეხუტები თილის მას, თბილისში 2015-ის თილის მას, გილოცავთ ყველას ამ დღეს და ჩვენთან ერთად წარმომადგენელი გახდა დილამშვიდობისა, თორემ გვითხარი როგორ აღნიშნავთ ამ დღეს, რას აპირებს და თქვენი მარშრუტი გაგვათანით მთელი დღის განმავლობაში. ვიცით რომ თბილისის ქუჩებში თილისმა და მთლიანად თბილისის 2015-ის 9-ვე სახეობიდან სპორტსმენები ჩაეხუტებიან ქალაქში გამლელებს, ხო? დღეს ჩვენც უერთდებით სოფლიოს და აღვნიშნოთ ჩახუტების საერთაშორისო დღეს. დღევანდელი მარშრუტი დავიწყეთ ოლიმპიური საათიდან, რომელიც არის უკუ 4 საათი და ითვლის დარჩენილ დღეებს ფესტივალამდე. შემდეგ წავალთ ილიას უნივერსიტეტში, ასევე წავით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ასევე 51 სკოლას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი დღევანდელი მსვლელობა დასრულდება ოლიმპიურ სოფელში. სამის ნახევარზე იქნება, ხო? დიახ, ოლიმპიურ სოფელში იქნება ბოლო მსვლელობა, რომელიც დასრულდება საზეიმოდ. ანუ ყველას ვისაც სურვილია გამოვიდეს ქუჩაში. გელოდებით ოლიმპიურ სოფელში ყველას, რათა აღვნიშნოთ ეს მასშტაბური დღე თბილისის 2015-თან ერთად. კარგი, ახლა გითხარით თქვენთან ერთად ვინ არის? აქ არიან სხვადასხვა სპორტსმენები, ეს სპორტის სახეობებიდან არიან ბავშვები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას, ხო, 2015 წლის ფესტივალში. ჩვენთან ერთად არიან მოხალისეები პირველ რიგში, ასევე სხვა სახეობის სპორტსმენები, რომლებიც ხარში გვიდგანან და ხალხს გაუზიარებენ ოლიმპიურ სიხარულს, ასევე ჩვენთან ერთად არის ჩვენი ოლიმპიური თილისმა პიკი, რომელიც დღეს პირველად ჩაერთვება, ესეც საყვარელი თილისმა ყავს. დღეს პირველად ჩაერთვება ჩვენს ღონისძიებაში, ხალხს ჩაეხუტება, გადაცემს ოლიმპიურ სიხარულს. კარგი. და ჩვენ ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ ფსიქოლოგები, ბექა, შენც ახსენე უკვე და ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ფსიქოლოგები ამბობენ, ეს ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სისხლის წნევას არეგულირებს, ასევე თქვენი განწყობისთვის დადებითად მოქმედებს, ასე რომ მოდით ჩავეხუტოთ ჩვენს ერთმანეთს. და გადავცეთ ერთმანეთს სიხარული. ხო, ჩვენ სპორტსმენებთან გამოლაპარაკოთ. კი, მესმის იცი რა მაინტერესებს, აქციის მონაწილეებს მინდა რომ კითხო, უცხო ადამიანებს, გამლელ ადამიანებს თუ ეხუტებიან და საინტერესოა მათი რეაქციები როგორია? თაკო გეკითხება სტუდიიდან უცხო გამლელებს ქუჩაში თუ ჩაეხუტებით და თუ ეხუტებით ხრის ნახევრიდან დაიწყო აქცია, ვიცით როგორი რეაქცია აქვს? კი, რა თქმა უნდა, დღეს ისეთი შტაბ-ეჭვლეებით ვართ, რა თქმა უნდა, ყველანაირ შემართებით რა. უცხო ადამიანებსაც ჩაეხუტებით, მოდი ჩვენც ჩაეხუტოთ ერთმანეთს. და ჩვენ აქციის მონაწილეს გავმართლა დღეს. იურისოფლის წარმომადგენელთან დილამშვიდობისა და თქვენს გითხარით, დღევანდელ დღეს გილოცავთ? ქეთინე დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუჩნდება გელოდებათ. ნამდვილად თან ძალიან ცივა გარეთ ეს ერთ-ერთი საშუალება მგონი რომ ერთ-ერთი საშუალება გარდა ამისა რომ ბედნიერების ჰორმონები გამოიყოს. ასე რომ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონებო, მოემზადეთ კეთი ხატიაშვილია რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეგიძლიათ გამოიწიროთ და ჩაეხუტოთ. თუმცა არა მხოლოდ კეთი ხატიაშვილს. კეთი აქ დავასრულოთ თქვენთან ურთიერთობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მოვდივარ სტუდიაში და ჩაეხუტოთ. გელოდებით. კეთი ხატიაშვილი არ უნდა გაგვიკვირდეს უცხო ადამიანს თუ გაგეჩერებთ და ჩაგეხოთ